So I will start by saying that Israel and ვიტყოდი, რომ ისრაელი და საქართველო ორი ერთმანეთის მსგავსი ერები და ქვეყნები არიან. კარგი მეგობრები და პარტნიორები ვართ, ასევე ახლო მოკავშირეებიც. ისრაელსა და საქართველოს ხანგრძლივი და კარგი ურთიერთობა აქვთ, სახალხო მიმართულება იქნება ეს თუ სამთავრობო. იმ პირველ ქვეყნებს შორის ვიყავით, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 90-იან წლებში, თუმცა ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ბევრი ამბობს, რომ ის 2600 წლის წინანდელიც კია. ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს, საერთო ინტერესებს, ურთიერთპატივისცემას. ისრაელი პატივისცემს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენობას და იგივე დამოკიდებულებაა საქართველოს მხრიდანაც. კარგი საშუალებაა მკაფიოდ ვთქვა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის მიწაზე. ამის ხშირად განმეორება მნიშვნელოვანია. ბევრი პოტენციალი არსებობს ჩვენი ურთიერთობების განსავითარებლად. განათლება იქნება ეს ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგია, ინოვაცია თუ სხვა მიმართულება. ისრაელი მეოთხე ქვეყანაა ტურისტების მაჩვენებლით საქართველოში. მოსვლამდე გადავხედე მონაცემებს და ჩანს, რომ გასული წლის ოქტომბრისთვის გვქონდა 530 ფრენა ერთი მიმართულებით. ორივე მიმართულებით კი დაახლოებით 265 ფრენა მხოლოდ ოქტომბერში. ეს კვირაში 60 ფრენაა. ციფრებში კი ეს 460,000 მგზავრს ითვლის მხოლოდ ერთ თვეში. ბევრი ისრაელელი ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში. სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს უძრავი ქონება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა თუ სხვა. პოტენციალი დიდია და ვეძებთ გზებს თუ როგორ გავზარდოთ ჩვენ შორის არსებული ურთიერთობები, რათა ის კარგიდან შესანიშნავი გახდეს. ორ თვეზე მეტია აქ ვარ და უკვე ორი ისრაელელი მინისტრის ვიზიტი ვიხილე. კერძოდ შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრების. ორივე ვიზიტისას ვისაუბრეთ თანამშრომლობის ინიციატივებზე. ორი კვირის წინ თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი სტუმრობდა ისრაელს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოსაწერად სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს პოლიცია, საზღვრები, უსაფრთხოება თუ ასე შემდეგ. ნოემბერში გეგმაშია საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ველით განათლების მინისტრს უკვე თებერვალში, რომელიც ხელოვნური ინტელექტისადმი მიწვლიურ კონფერენციას დაესწრება, რომელსაც ისრაელის განათლების სამინისტრო აწყობს. ჯანდაცვის მინისტრსაც სურს ვიზიტი. ეს კავშირი არსებობს. ჩვენი ურთიერთობების მთავარი კომპონენტი ქართულ-ებრაული საზოგადოებაა ისრაელში, რომელიც დინამიკური და აქტიურია. საუბარია დაახლოებით 100,000 ადამიანამდე. ის თაობებიც კი, ვინც საქართველოში არ დაბადებულა, საუბრობს ქართულად და ისინი ძალიან კარგი ხიდი არიან ჩვენს ხალხებს შორის. can be a very good bridge between our two countries and our two people.